Რამდენად რეალურია საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია. ლევან ვასაძის აზრით, მმართველობის ეს ფორმა საქართველოსთვის მხოლოდ პროგრესის მომტანი და სტაბილურობის გარანტი იქნება. ამის დასტურად ვასაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში დიდი პოლიტიკა ესპანეთის მაგალითი მოიყვანა. სხვაგვარად ფიქრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ამ საკითხის წამოწევა ხელოვნურად ხდება. ეს ფორმა არის დუღაბი სეპარატიზმის წინააღმდეგ, ესპანეთის მაგალითი რადღირს. თუკი ჩვენი ერის შეგნება, მე ასე ვიტყოდი, ამაღლდება, როდესმე იქამდე, რომ მან მოინდომოს თავისი ძირძველი, ერთ-ერთი უძველესი, ასეთი დამსახურებული მონარქიის დაბრუნება, როგორც დემოკრატიული მმართველობის ფორმისა, ეს იქნება მხოლოდ მარგებელი ჩვენი სახელმწიფოსათვის. ამ ეტაპზე მე ვერ ხედავ ერთ არგუმენტირებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აღდგეს საქართველოში მონარქია. Ფიქრობ, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმა მეტნაკლებად დაემსგავსა ნორმალურ და სტაბილურ მმართველობას, როდესაც მეტნაკლებად უკვე ხდება ხელისუფლებას შორის ბალანსი. Ფიქრობ, რომ თქვათ ეს საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმა საჭიროებს ახლა სწორედ ყურადღებას და გაძლიერებას. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ, როდესაც შეგვიძლია უკვე ვიზრუნოთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, ამიტომ ამ თემის ახლა წამოწევა მე უფრო ხელოვნური და თავსმოხვეული თემა მგონია. ეს არის უფრო პროექტი და არა ბუნებრივი პროცესი, როდესაც არის პროექტი და არის საინტერესო მისია ან კომერციული მხარე, ან ძალაუფლებითი მხარე, ბუნებრივი ამის დადებითად შეფასება არ შეიძლება. მსჯელობა ყოველთვის შეიძლება, ყველაფერზე შეიძლება, მაშინ პერსონალიებს ნუ შემოგთავაზებენ, ვილაპარაკოთ იდეაზე, შევემზადოთ საზოგადოებას და ის ადამიანები, ვინც შესაძლოა სიმბოლურ ან ფუნქციონალურ ლიდერებად და სტაბილურ ლიდერებად გამოდგნენ საქართველოსთვის.